აჭარის განათლების სამინისტრომ უცხოეთში სწავლის მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა. დაინტერესებულ სტუდენტებს სრულყოფილი ინფორმაციის მიღება სამინისტროს ვებ-გვერდიდან უკვე შეუძლია. რა უდენობის თანხა დაიხარჯება, ვის შეეძლება საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება და რა უპირატესობა აქვს ქვეყნის გარეთ მიღებულ განათლებას. ქეთი არჯევანიძემ გაარკვია. მივაჩნია სახელმწიფომ თავისი წილი ინვესტიცია უნდა ჩადოს ახალგაზრდების განათლებაში, ამიტომ ის აუცილებლად ბუმერანგივით დაუბრუნდება მას და განათლებული და წარმატებული ახალგაზრდობა ქვეყნის წარმატების საწინდარია. თინათინ მახაჭაძე პროფესიით იურისტია. ამბობს, რომ დასაქმების ბაზარზე უცხოეთში მიღებული განათლების მქონე კადრებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. სწორედ ამიტომ განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე ბევრი არ უფიქრია. საჭირო საბუთების შეგროვება იურისტმა უკვე დაიწყო. მზად ვარ საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინო საკონკურსო კომისიის წინაშე, ასევე კონკურენციაც იქნება და მზად ვარ კონკურენცია გავუწიო დანარჩენ მონაწილეებს. ასე რომ ვთვლი რომ წამოწყება არის ძალიან კარგი. მედიატორი ორგანიზაციები თუ გამოჩნდებიან, რომლებიც დაეხმარებიან ახალგაზრდობას იმ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის დამყარებაში, სადაც ჩვენ გვინდა სწავლის გაგრძელება, გაცილებით უკეთესი იქნება. უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აჭარის განათლების სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. უცხოეთში განათლების მიღების მსურველებისთვის სამინისტრომ იმ უნივერსიტეტების სიაც გამოაქვეყნა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით მოწინავეა. პროგრამის ბიუჯეტი 50,000 ლარია და ის დაახლოებით 4 სტუდენტის სწავლის ანაზღაურებას გულისხმობს. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს. განსაზღვრულია ასაკიც სასწავლო პროგრამის მიხედვით, მაგალითად საბაკალავრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 21-დან 25 წლამდე ასაკის მოქალაქეს. სამინისტროში განსაზღვრულ ვადებში უნდა წარმოადგინოს დაინტერესებულმა პირმა როგორც სპეციალურად დამტკიცებული სააპლიკაციო ფორმა, ასევე უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. გიორგი გაბედავამ მაგისტრის ხარისხი ბელგიაში მოიპოვა. იგი ჯერჯერობით ერთადერთი ქართველია, რომელმაც განათლება ანტუეპენის ტრანსპორტისა და საზღვაო მართვის უნივერსიტეტში მიიღო. თვლის, რომ ბელგიაში მიღებულმა განათლებამ მისი ცხოვრების პროფესიული გზა მნიშვნელოვნად განსაზღვრა. აღნიშნული განათლება და საკურველია დამეხმარა იმაში, რომ მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება ცოდნასთან ერთად, რადგანაც გვიწევდა ძალიან დიდ კომპანიებში, პორტებში პრაქტიკების გავლა. და პროგრამის დასრულების შემდეგ ჩამოვედი და ახლა მუშაობ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში და ვცდილობ იქ მიღებული განათლება გამოცდილება მოვახმარო აქაურ საზღვაო სფეროს. გავიარე სტაჟირება პარიზში, ალფრედ კორტოს სახელობის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. პირველ რიგში იმისათვის, რომ დავეუფლებ ფრანგულ ენას, რომელიც გამომადგება ახლა ჩვენთან საოპერო სტუდიაში იდგმება ბიზეს ოპერა კარმენი. ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტებმა განათლების სამინისტროს მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბუთების ჩამონათვალი უნდა შეაგროვონ და სასურველი უნივერსიტეტისგან თანხმობა მიიღონ. უწყება სტუდენტს 2014-2015 სასწავლო წლის პირველ სემესტრს 12,500 ლარით დაუფინანსებს. მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კი სწავლის ხარჯები მომდევნო წლებშიც ანაზღაურდება.